მოგესალმებით დადგა კვირა დღეს საღამოს 10:30 მეგახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩვენი მოკითხვა ახარებს, ყველა ის ადამიანი, ვინც მარტოობასაც ინახავ და ვისაც გონიათ, რომ რაღაც საშველი აღარ არის, რაღაც ის პრობლემა უკვე რაც გაგაჩნიათ, რომ გერევათ, აი მინდა რომ ბედნიერება გისურვოთ და იცოდეთ თქვენ ვერაფერი ვერ მოგერევათ თქვენ თუ იქნებით ღმერთთან და მე შევეცდები და აქ შევეცდებით ყველანი ჩვენი კარგი სტუმრები, რომლებიც ძალიან გვახარებენ, რომ ყოველთვის იმ პრობლემიდან გამოსავალი განახინოთ და მადლობას გიხდით, რომ ხარ ჩვენი მსმენელი ყველაზე სხვანაირი და რაღაცნაირად ძალიან მაგარი მსმენელი მყავს, არ ვიცი, რო არ თქვა, არ შეიძლება, ძალიან ნაკითხი მსმენელი მყავს, რაც თავარია და ძალიან გიფრთხილდებით, იცოდეთ და ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ და მინდა უცხოეთში მყოფ ქართველებს მადლობა გითხრათ და ყველა ადამიანს, ვისაც ჩვენი იმედი გაქვთ, ავიც ჩვენ შევეცდებით, რომ გაგიმართლოთ თქვენი იმედები რა. დიდი მადლობა მობრძანებისათვის იმ ადამიანს, ვინც მთელი ცხოვრება და ძალიან დიდი ხანია იმედებს ესე გვიმართლებს და ჩემ გადაცემას ესე ალამაზებს და ახარებს მამა გიორგი თეოდორაშვილი მყავს სტუმრას, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ველოდები, მამა თითქმის 2 თვეა. ესე გელოდები და უღრმეს მადლობას მოგახსენებთ, რომ მობრძანდით. მადლობა გიორგი, რომ მომიწვიეთ და მადლობა მაყურებელს, ვინც გამონახა დრო და ჩვენ მოგვისმენს დღეს. დიდი მადლობა მამაო და თუ შეიძლება ესეთი თემა მოვიფიქრე რომ მთელ აი ახლა ადამიანებს რო კითხულობ ხოლმე და რაღაცა ხო ადამიანები ძალიან იმდენად უკვე ამ პრობლემამ და თელმა თავისმა ცხოვრებამ კუთხეში მიიმწვია რომ გონიათ რომ გამოსავალი აღარ არსებობს აი ჩვენი ცხოვრების გამოსავალი რაშია ესე მოკლედ დავსვო კითხვას აშენ რომ ნახოთ იმიტომ რომ ყველანი ძალაუნებურად ისე ცხოვრობთ რომ აღმოჩნდით კუთხეში. საიდანაც გონია რომ სასოწაკვეთილი ვერასდროს უკან ვერ გამოვალთ. და ძირითადად საქართველოში მცხოვრები ადამიანი კვდება იმის გამო რომ გონია რომ საშველი აღარ არის და მართლაც რომ გამოიხედავ ირგვლივ არაფერი არ ჩანს. აბსოლუტურად მე ხა აღარ მაქვს უკვე არამორწმუნე ადამიანებზე. უკვე მორწმუნე ადამიანებსაც ხედავ სასოწაკვეთის. ამდენად ამას შეიძლება უწოდო წმენა, მაგრამ ცირედ მორწმუნენი ვართ ამ საკითხში და ყველა ვდარდობთ იმას რომ აი უკვე ბოლო დადგა. ამ შემთხვევაში ჩვენ რო ბოლო არ დაგვიდგეს და ისევ ახალი სიცოცხლით რო გამოჯამთელდეთ, რა უნდა ვქნათ და როგორ უნდა დავიწყოთ და საით უნდა მივმართოთ ჩვენი ფიქრები. ძალიან საინტერესო კითხვა დასვი გიორგი როგორც ყოველთვის და პირველ რიგში მინდა ჩვენს ძვირფას მაყურებელს აუხსნა რომ მე არასდროს თავი არ დამიფასებია გიორგი რომ აქ მოსულიყავი უბრალოდ როცა ამბიონზე გადის მოძღვარი ატარებს წირვას და მიდის ეთერში განწყობა უნდა კონდეს ამისთვის და ყოველთვის მოძღვარი შეიძლება არ იყოს ისეთ განწყობაზე რომ წირვა აღავლინოს ან ეთერში მოვიდეს და აურაცხელ ადამიანს ჭკვაზე დარიგება დაუწყოს. რა თქმა უნდა მე არავის არ ვარიგებ ჭკვაზე და ყველას აქვს პრობლემა არც არავისზე მეტი არ მესმის და ძალიან ბევრი კარგი მოძღვარი გვისმენს გიორგი და ხშირად მწერენ რომ აი დარასელიასთან რო ხართ და ასე შემდეგ და ყოველთვის პასუხისგებლობა იმატებს და მე სულ ვფიქრობ რომ რამე ისეთი არ წამომცდეს რომ ადამიანებს გული არ ვატკინო და იმის მაგივრად რომ ნუგეში მიიღონ შეიძლება პირიქით დაბკოლდნენ ისინი ჩვენი საუბრიდან გამომდინარე და ხაზი მინდა გაუსვარო ჩვენ არავის არ ვებრძვით არავის არ განვეკითხავთ და მე და შენ განსაკუთრებით გვინდა რომ რაღაცა სიამოვნება, სიმშვიდე და სიყვარული ჩაუნერგოთ ადამიანებს. რაც ყველაზე ძალიან ნაკლია. და თანამ ბოლო წუთები არ დაეწერა მონიტორზე, მანამდე თემა კიდე არ ქონდა შერჩეული და როგორც იცი ხოლმე, ბოლო წამებზე დასვი კითხვა. და მე ყოველთვის დიდი გულისყურით უსმენ შენ კითხვას. აი გიორგი, ჩვენ რადგანაც ეკლესიური ადამიანები ვართ და ეს გადაცემა რელიგიურია, ბუნებრივია ჩვენ ვერ დავიწყეთ პლატონის და სოკრატეს ფილოსოფიით საუბარს, ან თანამედროვე ფილოსოფოსების და იდეოლოგების გამონათქვამებით, უბრალოდ სასურველია რომ ძველი აღთქმიდან და ახალი აღთქმიდან ვისაუბროთ. ძველ აღთქმაში ადამიანი იყო ობობას ქსელში გამული და ესე ეუბნეოდნენ რაბინები, ეს გააკეთე, ეს არ გააკეთო, აქეთ დაჭექი, ადექი, წადი, წამოდი და ადამიანი იყო უფრო დაბნეული. ფარისევლები და მწიგნობრები ისე აბკოლებდნენ ადამიანებს, რომ ადამიანებს უკვე აღარ აინტერესებდათ აღარც ღმერთი, აღარც ტაძარი, აღარც რელიგია, იმდენად იყო დამძიმებული და დაცემული ადამიანი. ფაქტიურად ხელი ქონა ჩაქნეული, თუმცა გარეგნულად ყველა ემორჩილებოდა მწიგნობრებს, ფარისევლებს, მღვდელმთავრებს, მღვდლებს და ყველაფერი იყო გარეგანი.
აი წარმოიდგინე საუბუნეები გრძელდება ეს ყველაფერი და ქრისტე რომ მოდის რას ეუბნება ადამიანებს მოვედით ჩემ და ყოველნო მაშრა უნდა ტვირთმძიმე და მე განგისვენებ თქვენ აი ეს თანამედროვე ადამიანმა შეიძლება არც იცოდეს გიორგი რომ ეკლესიაში მისვლა არ ნიშნავს მარტო სანთლის დანთებას და ბზის წაღებას და აღსარების თქმას და ზეთის ცხებას შენ თუ ეკლესიაში ქრისტეს არ შეხვდი და თუ ქრისტეს არ ჩაეხუტე და არა ხარ ქრისტესთან აზრი არ აქვს მაშინ შენ ეკლესიურ ცხოვრებას და ყოველთვის პრობლემებში იქნები აი მე მგონი ძალიან ბევრი ადამიანი გვაკვირდება სასულიერო პირებსაც და იმ ადამიანებსაც ვინც დიდი ხანი ეკლესიაში დადიან ისინი ვერ ხედავენ რომ ეს ადამიანი წლების განმავლობაში დადის ამ ეკლესიაში ამ მოძღვართან არანაირი წინსვლა არ აქვს ისევ დაღვრემილი ისევ სევდიანი დანერვოზებული აფორიაქებული გაბრაზებული და სხვა ადამიანს უკვე აღარ უნდება რომ მასთან ერთად გაატაროს დრო და მივიდეს ისიც ეკლესიაში რაღაცა ხო არ გვეშლება ჩვენ რაღაცა ხო არ ეშლება მრევლს ვფიქრობ რომ ეს განსაკუთრებით ახლა მარხვის პერიოდია და სულ ვითხოვ ჩემი სულიერი შვილებისგან რომ მეტი დრო გამოვნახოთ და მოვიდეთ დამშვიდეთ მეც მჭირდება რაღაც გარკვეული ნუგეში მეც მჭირდება გარკვეული თანადგომა თუ კი მაცხოვარს გეცემანის ბაღში მიყავს სამი მოციქული და ითხოვს რომ ისინიც ლოცულობდნენ რომ სული მხნია და ხორცი უძლური რომ განსაცდელში არ ჩავარდნენ რატო არ ვითხოვთ ჩვენი სულიერი შვილებისგან ამას ხო აი დავაკვირდეთ დღევანდელ ცხოვრებას ეკლესიაში მამა მართლა როდის იწყება როდის მთავრდება ეთისხება როდის არის ბზის კურთხევა როდის იქნება აი ეს როდის უნდა წავიკითხო ის როდის უნდა წავიკითხო და აი ამ ყველაფერს გარეგნულად ვასრულებთ დღესაც და ისე გადის ახლა ეს 7 კვირა არანაირი ნუგეში არანაირი სიმშვიდე არანაირი სიყვარული ადამიანებში არ არის და სხვები რო ხედავენ ამ ყველაფერს იძახიან აი რა მოგვიტანა ეკლესიამ რა მოგვიტანა მართლმადიდებლობამ რატო არის ადამიანი ისევ სევდიანი მარტო სული და ამპარტავანი და პატივმოყვარე რატო არის არ ვართ ქრისტესთან გიორგი ქრისტე გვეუბნება რომ მოდით ჩემთან აი მე მინდა დღეს მაცხოვრის გარკვეული ანდერძი შევახსენო ადამიანებს იგივე რასაც ამბობს როთა რუსთაველი ოთხის ტყაოსანში ავთანდილი არის სახე იესო ქრისტესი და ავთანდილის ანდერძი არის ფაქტიურად ქრისტეს ანდერძი და იქ რას ამბობს აი წარმოიდგინე რომ როცა წმინდა მამები გვირჩევენ რომ მომოკვდავ ადამიანებთან მიდითო და მოინახულეთ რატო მომოკვდავი ადამიანი არის ძალიან გულწრფელი და უნდა რაღაცა თქვას სიმართლე და დაუტოვოს თავის მეუღლეს და შვილებს ხო უთხრა ესე არ გააკეთოთ ესე გააკეთეთ არ ვიცხოვრებ სწორად და წარმოიდგინე ხა მაპატიეთ ძალიან ცუდი შედარებაა მაგრამ ივანეს სახარებამდე სხვა სახარებებში ქრისტე საუბრობს იგავებით ვერ იგებს ხალხი კარგად აი ეს როგორ არის სულ იგავი და თვითონ მოციქულებიც ბრკოლდებიან და ვერ იგებენ და კითხებიან რომ მაშ ვიღა შეიძლება რომ ცხონდესო შეუძლებელი კაცთაგანო შესაძლებელია ღვთისამე და ივანეს სახარებაში გთხოვთ რომ ყველამ დღეს წაიკითხოთ მე-15 თავში გიორგი აი ქრისტე უკვე ფაქტიურად უკვე რომ სანამ უნდა ჯვარს გაეკრას და გეცემანის ბაღში გავიდეს და სანამ იუდა გასცემს მას ხო ასეთ სიტყვებს ეუბნება რომ იმაზე მეტი სიყვარული არ გააჩნია ვინმეს ვინც თავის სულს მეგობრების გამო დაასწრებს და თქვენ ჩემი მეგობრები ხართ მე თქვენ მონებს აღარ გიწოდებთ რამე თუ მან გამოუცხადა უფლისნება და გიყვარდეთ ერთმანეთი როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ როგორც მამას უყვარვარ მე და მე მიყვარს მამა აი ხლა მითხარით რა ესეთი სიყვარული არის გიორგი ჩვენში მე და შენ რატო გვიხარი ერთმანეთის დანახვა რატო გვიხარი ერთმანეთი გიყვარს ხო აი იმიტომ არის გიორგი საზოგადოებაში ეს მდგომარეობა რომ სულიერი მოძღვარი არ უყვარს სულიერი მოძღვარს სულიერი შვილი არ უყვარს ცოლს ქმარი არ უყვარს ქმარს ცოლი არ უყვარს შვილს მამა არ უყვარს და დედა არ უყვარს ძმას და არ უყვარს აღარ მინდა ხა გავუყვეთ და რატო მოაბეზრეს მამა ერთმანეთს თავი იმიტომ ძალიან საინტერესო საკითხი წამოჭერით ეხლა რომ მეც დავაკვირდი ამას და რა არის ისი ძალიან გული მწყდება იმაზე ამ ყველაფერზე რომ ისე აი ამ სიძულვილმა ისე შემოაღწია ჩვენში რომ უკვე ოჯახის წევრებს ერთმანეთი გვეზიზღება და რატომ ხდება მამაო ესე როცა წარმოგიდგენთ ხა თან შეიძლება აი ყველაზე მაგარი რა არის ისიც რომ ჩემს მაგალითად სიყვარული შეიძლება ვიღაცა ისეთ მაგიხსნას რომელსაც თავის ძმა ეზიზღება ან დაეზიზღება ან დედა და უყურებ ხოლმე და ანუ თან გინდა რომ დაიჯერო მაგრამ თან რომ უყურებ ხა სახში თავის მოხუც სუდათ ეკცევა და აქ მე მეუნება რომ მაგრამ ეყარხარ და ჩემი ძმა ხარო ცოტა ძნელი დასაჯერებელია ხო აი ამ შემთხვევაში მამაო ჩვენ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან იმიტომ რომ ადამიანები ფაქტიურად ეგრე ვართ რა სახში
არ ორ ადგილას ადამიანი კარგი არ მინახავს. ანუ მაინც უნდა იყოს რაღაც ფარისეველი ხარ, რაღაც. ან გარეთ ხარ კარგი, ერთი ენერგია გაქვს. და სახში ხარ ცუდი, ან სახში ხარ ძალიან კარგი და გარე სამყაროსთვის ცუდი, გარე სამყარო ჭყალებში, ანუ გარეთ, სახლის გარეთ. აი ესეთი რაღაცა და რატო ხდება მამაო? საინტერესო არის დაკვირვება გავაკეთე მამაო, მართლა აი ყველა ეგრე არის, ვისაც ვინ შევაქე ხო გარეთ ვინც ჩემთან კარგი იყო. სახლიდან მეუბნები აუ სახში ისეთია მაგი შენ არის სიტყვას ესეთი მომენტია გიორგი ახალი ნაკურთხი იყო ივანე კროშტანტელი ძალიან დიდი მამა მოგეხსენება და ერთ-ერთმა დიდი ეპარქიის ეპისკოპოსმა მიიწვია თავის საღვთალებასთან სასაუბროდ ხა წარმოვიდგინე რომ იქ ეპარქია მთელი საქართველოს ხელაა ფაქტობრივად რა და არიან უამრავი საღვთალებება თეთრწვერიანი ხალხი ესეთი უკვე დაბერებული ოდლობაში და ეხლა ეს გაკვირვებული ესაუბრება იონე კროშტანტელი მე თქვენ რა უნდა გასწავლოთ რა ხედავ თქვენ ჩემზე ასაკოვნები ხართ უბრალოდ ერთ რამეს გეტყვით რა კურწფელები იყავითო და მრევლი მოვა თქვენთან ჩვენ არა ვართ კურწფელები თანამედროვე აღდულები დაყენებული სახით გარეგნულად ყველაფერს ვაჩვენებთ რომ ყველაფერი კარგად არის სუფთა ფარისევლები ვართ რა ეხლა მითხარი რომელი სასულიერო პირების შვილები დადიან ეკლესიაში ჩემები არ დადიან არ ვიცი ზოგიერთების დაყავთ ძალად მაგრამ უმრავლესობა სასულიერო პირის შვილი და ცოლი არ არის ეკლესიური. რაშია პრობლემა? ჩემშია პრობლემა. ჩვენ სახში ღმერთი არ ცხოვრობს. ჩვენ სახში არა ვართ ეკლესიურები. მე პირდაპირ ვიძახი. და გარეგნულად, გარეთ გამოვალ და სხვის შვილებს, სხვის ცოლებს, სხვის ოჯახებს განვიკითხავთ და იქით იმაშვებით მე. აი რა ხდება და უნდა იარო და მითხარით რა რომელი სასულიერო პირის შვილები დადიან და არიან ეკლესიურები. ხანდახან მოდიან რომ ყველამ დაინახოს სტიქარი აცვიათ და ცოტა თავხედობენ კიდეც ხანდახან. ხოდა მე ჩემს შვილს არ ვაცმევ ერთი ბიჭი მყავს არ ვაცმევ სტიქარს რომ თავში არა უვარდეს და ძალიან არ გათავხედეს თუმცა არაფერი სამაგისო არ ჭირს მაგრამ ეკლესიურად არ ცხოვრობს და მე მას კი არ ვაბრალებ რომ ისი ბრალი არ ვარ ცხოვრობს ეკლესიურად ან სხვა შვილები ჩემი ბრალია მე ეთყობა სახში ვერ ქადაგებ ცხოვრებით ვერ ქადაგებ მეუღლესთან არა ვარ ღირსეული მოძღვარი გულწრფელად გელაპარაკებით ეხლა მე ქულებს არ ვიწერ ამ გულწრფელობას ეს დაინახავენ აი დაინახონ მაგრამ მე არ ვტყვი რა არ ვტყვი გიორგი რა დღეს საქართველოში აი ამას ვერ ხედავთ თქვენ ძალიან სიმართლეს ლაპარაკობთ დღეს იყო მარია მეგვიტელის ხსენება ხო დიდი დედაა და ეხლა ძალიან ბევრმა მოძღვარმა მართალ ებზანდებით ეხლა თქვენ ძალიან ბევრმა თქვა რომ ბილწი ცხოვრებით ცხოვრობდა და ჩვენ ისე იმათ ვიძახით გამიგე მარია მეგვიტელზე რომ ბილწი ცხოვრებით ცხოვრობდაო თითქოს ჩვენ ანგელოზები ვიყოთ მაგალითად მერიდება რომ მარია მეგვიტელის ცხოვრებაზე თქვა წარსულზე რომ ის ბილწი ცხოვრებით ცხოვრობდა იმდენად მე ვარ უღირსი რომ ეს თქვა ვერ გავბედავ მაგას რა და ზოგი ისე თამამად იტყვის რომ იცით როგორ მეძავი და ეს იყო გასაგებია რომ იყო მაგრამ შენ არა გაკუფლება რომ მაგისი რო თქვა მე ესე ვფიქრობ რა და შენ ცოტა უკეთესი უნდა იყო მაგას რო სხვაზე ლაპარაკო ამიტომ ისეთ საკითხს შევეხე ახლა მე და ყოველთვის ვიწყებ მე ჩემი თავიდან რა მაგრამ აი მოდი რამოდენიმე მოძღვარი ხო გვისმენს ჩვენ ახლა ან მე ხომ მოусმენენ ჩახედონ თავიანთ ოჯახების მდგომარეობას როგორი ფოფოდი ვიყავთ ფოფოდი ანუ დედაო მეუღლე ხო ძალიან ცოტანი არიან ეკლესიურები და თუ არიან ცოტა ისეთები არიან ხო ეკლესიაში ძალიან ესე ამბები რომ იაქვთ მოაქვთ ხო კარგად გამიგეთ ისეთ რაღაცებს ვეხები მაგრამ ამას თუ არ შევეხეთ გიორგი ჩვენ ხვალე სხვა შეეხება გესმის დღეს თუ ჩვენ ამას არ შევეხეთ ხვალე სხვა შეეხება ძალიან ცუდად შეეხება და ამიტომ მინდა დავასწრო ტრებს დავასწრო და მინდა რომ ჩვენ ცოტა გონზე მოვიდეთ და გარეგნულად რომ ვიპრანჭებით და რომ კეკლუცობთ ცოტა მართლა ქრისტიანები ვიყოთ შინაგანად და ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანიც ხონდა მე კარის მოზობელი ვიყავ იოღოვას მოწმე ეხლა ის წარმოვიდგინე ხომ მას უნდა გავაჩნდეს სურვილი მე რო კარგი მღვდელი ვიყო რომ ჩვენთან საუბარი დაიწყოს და მოვიდეს და გავესაუბრო ხო აი ვერ შევდივარ ჯერჯერობით კონტაქტში ესე იგი მე იმდენი მადლი არ ამაგ და ისე კარგად ვერ ვლოცულობ რომ ის მოვაქციო თუმცა ვიღაცა შეიძლება ჩემი საუბარი მოწონს მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს იცი ფარისევლ და წიგნობრები როგორ საუბრობდნენ გიორგი წერტილიდან მძიმეს ლაპარაკობდნენ ბიბლიიდან მაგრამ არაფერს არ ასრულებდნენ ქრისტე რა შეეუბნება ხალხს ასაც ესენი გელაპარაკებიან ყველაფერი შეასრულებ მაგრამ მათ უმიბაძავთო იგივე შეიძლება თქვა ჩემზე ასაც მე ქვადაგებ შეასრულე მაგრამ მე ნუ მომბაძავ იმიტომ რომ მე მისაბაძი კაცი არა ვარ მისაბაძი იყო იონე კრობიერი, მარიამ მაგდალინელი, მარიამ მეგვიტელი, ვასილი დიდი, იონე კროშტანტელი, წმინდა ილია მართალი, მაგრამ მე მისაბაძი არ ვარ, მაგრამ ძალიან მინდა რომ კარგი ქრისტიანი და კარგი მოძღვარი ვიყო. აი, თუ ეს არ მივხვდით, აი ძალიან მაგარი შეკითხვა დასვი გიორგი. თუ ჩვენ არ მივხვდით რომ ცუდათა ვართ და გონია რომ კარგათა ვართ, ყველაფრის პრობლემა ეს არის გიორგი. 57 დღე ისე ჩაივლის ახლა. ისე დამთავრდება მარხვა
და ისე ვეზიარები და ვიყვირებთ ქრისტე აღდგაო რომ ერთი ნაბიჯი არ გვექნება წაწეული წი და ძალიან ძიმე მდგომარეობაში ვიქნებით. წარმოიდგინე, როგორ შეიძლება რომ 47 დღე შენ კარგად ილოცო და იმარხულო და რამე შედეგი არ კონდეს. და ისევ ბოროტე იყო, ისევ შურიანი იყო, ისევ ბოღმა იყო და ერთი სიკეთე არ კონდეს გაკეთებული, ხო? და აი ამას უნდა მივხედოთ ხალხო, თორე აი ხო ხედავთ რომ ხალხი აღარ დადის ეკლესიაში. რატო არ დადიან? მოწყინდათ რა ეს გარეგნული წესების შესრულება, რომ არავინ არ უხსნის წესიერად რა არის, როგორ არის სახარების განმარტება. ადამიანი დაბოღმილი და დაღრემილი რომ მოდის და ეუბნები რომ დილა საღამოს ლოცვები იკითხე და მოდი და გაზიარე. ეს არის დარიგება? ეს არის სულკაცო? იკითხე რა კარგია. რატო ჩაიკეტა მამა? ეხლა ეს მაგალითად თქვენ რასაც ამბობთ, ეს არის ჩვენი პრობლემა იმისა, რომ ადამიანებს შორის იყო ურთიერთობა რაღაცა გაწყდა, ჩაიკეტა თითქოს რა. აი ამ შემთხვევაში აი რატო ჩაგკეტეთ ეს სიტუაცია? თვითონ აი ეს სასულიერო პირებზე კი არ მოგვთ, თუნდაც მეორე ადამიანმა ერთ ადამიანმა მეორესთან, ხო? აი რატო ჩაიკეტა? ეს ადრე უფრო გულწრფელი იყო ადამიანი, ადრე უფრო რაღაცა გულღია იყო, თუნდაც რო ტყიოდა რაღაცა ალალად მოვიდოდა და იცოდა რომ უშველედით, მაგრამ დღეს შეიძლება არ მოდის, იცით რატო? იმიტომ რომ გონია რომ არ უშველით. მამა ანტონმა ჩვენი საერთო უფროსი მეგობარი რომ ბრძანდება, ხო? საყვარელი პიროვნება. მე და შე რომ ძალიან ტყუი ვარ მასთან და დიდი ხანი არ მივსულ ვარ, შეიძლება ეხლა გიყურებს და ვიყავი ამას წინა და საკმაოდ ჩამიტარა, მადლობა. ხო და ერთხელ ისე კარგი დარიგება მომცა გიორგიო, აი გიორგიო ამბიონზე რო გახვალო არა, ნუ გაიტანო რა ნაწერებს, რასაც უფალი მოგმადლებს ის ილაპარაკებ. ამდენჯერმე ვცადე და არ გამომივიდა. ესე იგი, ვერ მაქვს ისეთი კარგი ურთიერთობა უფალთან და მე ვფიქრე რომ ჯობია ისევ მე თვითონ რაღაც მოვახერო. ესე თუ ვიფიქრე ხოლმე რომ მე თვითონ უფალი ჩემით ილაპარაკებს, მინიმუმ ოქროპირი მაინც უნდა იყო და ბასილი დიდი, ხო? მაგრამ თუ კარგად დაუკვირდები მრევლის მდგომარეობას და საკუთარ მდგომარეობას, ჩვენ იცი რა გვჭირს გიორგი უდლებს, კარგად ვხედავთ მრევლის შეცდომებს. მაგრამ იმას ვერ ხვდებით რომ ის შეცდომები ჩვენიდან ისწავლა მრევლმა. დააკვირდი, არა გავს მოძღვარს მრევლი. მოძღვარი ისეთი არის, თქვა, სხვას განეკითხავს და არაფერი მოწონს, მრევლიც ისეთი არის, ხო? მოძღვარი თავდაბალი და უბრალოა, მრევლის თავდაბალი და უბრალოა. შენ კარგი ადამიანიშვილო, თუ ხედავ რომ მრევლის შენი არ მოგწონს, ესე იგი საკუთარ თავში დაინახე პრობლემები. შვილები რო არ მოგწონს, დედა და მამის ბრალია, ხო ასეა რა? იმათ ხო ჩვენგან მიიღეს თბე, ჩვენგან მიიღეს სიცოცხლე და არსებობა და სული ღვთისგან მიიღეს, ხო? და შვილი რო არ გამოგადგა კი არა, ვერ გაზარდე. ასე არის სულიერი შვილებიც რა. როგორ იციან ხოლმე გიორგი, იცი? აი შენ ახლა არ გაგეცინოს, იმის მრევლშია რა, ის აი ბიზნესმენი რო არის, არა, პარლამენტარი რო არის და მინისტრი რო არის, ხო? მინისტრის მოადგილე ყავს, მოჭიდავე ყავს მრევლში, აი ეს ევროპის ჩემპიონი და სოფლიო ჩემპიონი რო გახდა. ისინი მრევლი კი არ არიან, კაცო. აი მე უნდა სურათი გადაიღონ იმასთან და დადონ Facebook-ზე, რომ აი იმასთან ის არის ჩემთან დადის, მაგრამ ის სულიერებას იღებს იქ, არ ამგონია რამე სულიერება მიიღოს. უბრალოდ ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი სანახაობა და ასე შემდეგ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან შორსა ვართ ჩვენ აი ამ ყველაფრისგან და მინდა რომ მე საკუთარ თავს ვეუბნები ყოველთვის და მე ვცდილობ რომ საკუთარი შვილებით, საკუთარი სულიერი შვილებით და საკუთარი ასე ვთქვათ მინუსებით დავიწყო გამოსწორება ჩემი შვილების და ჩემი მრევლის, იმიტომ რომ აი კიდევ ვიმეორებ, ეხლა ვინმე არ ჩამითვალოს ეს ეხლა იმაში რომ თავდაბლობს რაღაც. მამა ეკლუცობს და თავს გვაცოდებს და რასაყვარელია და რა კარგად არა მართლა გულწრფელი ვარ, იმიტომ რომ ეხლა შენ ეს თემა საერთოდ არ ქონდა ჩვენ მომზადებული, ხო? აი სანამ წამები დაიწყო მონიტორზე, მანამდე არ გვითქვია და აი ზუსტად ეხლა მე ყველაფერი მივიღე ჩემ თავზე და დამერწმუნეთ რომ ყველა თუ ასე ვიფიქრებთ, რომ ჩვენი ბრალია და ჩვენ დავიწყებთ გამოსწორებას, ხო? აუცილებლად გიორგი მრევლი დაბრუნდება ეკლესიაში, გათვლებათ აზრები რა. და აი როგორც ერთ ადამიანს აქცევენ ყურადღებას და ყველას რო ისე მიაქცევენ ყურადღებას და აი ვიღაცა ცოტა კარგად რო ჩაცმული რო შემოვა და ის არის პარლამენტის ამბობს აი უფრო დაბრუნდება ხალხი, იმიტომ რომ იმას ვიღაცა როა და არავინ რო არ იცნობს, ისე მოვა და წავა, არავინ ეტყვის რომ გაგიმარჯოს როგორ ახარდა და ვიღაცა ამ დროს რომ მოვა, ხო იცი როგორ დასდევენ სტიქაროსნები უკან და კარებს უღებენ და ასე შემდეგ რა. ესე კიდე ხდება კიდე. მაპატიეთ აი აღარ ცოტა მაღლა რო გადავედი არ მინდა, იმიტომ რომ იცი რა არის? ისეთი ადამიანები, ვინც ქვეყანა თავდაყირა დააყენეს და მე ხედავენ, რომ ისინი ეპისკოპოსების გვერდზე დგენან და სანთელსანთებენ და ვითომ რაღაცას აკეთებენ, არ გვინდა რა. ამით უფრო ხალხი ეკლესიაში აღარ მოვა რა და ეს არის ძალიან ინტიმური დამოკიდებულება და როცა მე ლოცვა მინდა და ცოტა ისეთი მაღალი თანამდებობის ადამიანი ვარ, არ არის საჭირო ეხლა რომ ვიღაცამ გადამიღოს ამისთვის და დაინახონ შეცდომით როგორ ვანთებ სანთელს რა. ისიც ხო არ იციან კარგად როგორ. ამით ვერ ხვდებია რომ უფრო უარყოფით ზეგავლენას ახდენენ ეკლესიაზე
და ეს გაჭირებული ხალხი რო ხედავს რომ ეს ადამიანები ვინც დაღუპეს ეს ხედავენ რომ აი ეპისკოპოსთან ჩახუტებულია აი მღვდელთან კარგად არის ამით უფრო გშორდება ეს დალოცვილი ხალხი მერე ჩვენ გესმის და ამ დროს ეს არ გაუკეთებია ქრისტეს რა რომელი ჩინოვნიკი ყავდა მითხარით ქრისტეს გვერდზე ხო ყველა ნებადური და უბრალო ადამიანი იყო ერთი იყო ყველაზე უარგისი ზაქე რომელიც გამოსწორდა ხო კი ბატონო ეს ჩინოვნიკები და ისინი მოვიდნენ ოღონდ გამოსწორდნენ ხალხო ნუ გამოიპარავენ ამ თანხას და არ გვინდა იმათი მოპარულით მოხატვათ აზრების და არ გვინდა იმ მოპარული თანხით აშენებათ აზრების რა ჯობია რომ ეს გავაკეთოთ აი ასე ვფიქრობ ეხლა გიორგი რა ვიცი შენ როგორ ვფიქრობ საყოველო კითხვაზე გადამიყვანეთ ეხლა ისე რომ ამ კითხვას დასვა ალბათ მილიონჯერ რო შემეძლოს და ყოველთვის დასვა ხოლმე აი თუ შეიძლება მამა აი ამ შემთხვევაში ხო ვიღაც ადამიანი შეიძლება მოვიდეს და იმედგაცრუებული წავიდეს ეკლესიიდან რომ არის ის მომენტი რომ ეკლესიიდან შეიძლება მარტო შენიშვნები მიიღო რაღაცეები რაც უდიხარ როგორ გაცვია რაღაცა და გამოხვიდე და გულდაწყვეტილი შემდეგ აღარ მიბრუნდეს სიტყვაზე ხო ეს მომენტი არის ეს ძალიან ცუდია რომ არის და ბოროტი აკეთებს ამას მაგრამ რატო არის მამაო სადაც ადამიანი იმედს ელოდება აი ვიშიც მთელ შენს ცხოვრებას ჩადებ ყველაფერსო გააკეთებ ვისთვისაც სწორედ ის ადამიანები რო გიმთხუნებენ ეს როგორ უნდა მივიღოთ ჩვენ იმიტომ რომ ის ადამიანი ვინც მოვიდა და ეკლესიიდან გულნატკენი წავიდა ის ხო იმისათვის მოვიდა რომ ის გულნატკენი გული სიტყვაზე უფრო გასწორებოდა ხო და ჩვენ პირიქით შეიძლება ვატკინეთ კიდეც ჩვენი ბრალია გიორგი აი შემთხვევაში მამაო ძალიან დიდ ბოდიში ვიხდი რაში იცით რომ ოჯახებშიც ესე ხდება სხვა მეორე ადამიანთანაც ესე ხდება შეიძლება მოკვდე ვიღაცისათვის მაგრამ გამოიხედო აქეთკენ და ის ვიღაცა იმისათვის კვდებოდეს ვინც ცხოვრებაში მას არ დაუფასებს აი ამ შემთხვევაში ჩვენ რა ვქნათ იმიტომ რომ ვიღაცას მართლა უნდა ვიღაცისათვის მოკვდეს ოღონდ ამისი ხო ის ხალისი ხო გინდა რომ აი სიტყვაზე მე მამო ეხლა მე მართლა ვიცი რომ ჩემი ცხოვრება რო განაცვალო მთელი ჩემ დარჩენი სიცოცხლე ამას დამინახა მე ვიცი ესო დამნახველი ხარ მაგრამ აი ხალისი არ გაქვს სხვასთან რომ მიხვიდე და რაღაცა ანაცვალო შენ თავი და უცბად გამოიხედე ეს მე გეუბნებით იცით ვის ცუდ ხალხში კი არა მე გეუბნები მაგარი ეკლესიურში და ისეთ ხალხში რა ვითომ რო ძალიან ისა მაგრამ ანუ საერთოდ რა ადამიანები თქვენ რომ ამბობთ სიტყვაზე მოდის და ჩემგან ვერ ღებულობ სიტყვას გიორგი როგორც ყოველ გეხვეწები გთხოვ აი რა მაინტერესებს ეხლა მე გისვათ ალბათ მთელი საქართველოს კითხვას იმიტომ რომ ყველა არის იმ ადამიანებს რატომ ექცევი ასე მე რა დაგიშოვე მე ხო აი გეხვეწები იმიტომ რომ მე ხო ასდაკი არა ვარ ყველაფერზე პასუხი მქონდეს არა გიორგი ხო რა აი ამაზე ვიცი რომ გექნება არა მაქვს მე პასუხი მაგრამ ისევ წმინდა წერილიდან გეტყვი გიორგი რა აი ერთგან მქონდა ლექცია ბავშვებთან და მოუყევი მაგალითი კაინის და აბელის და მე ცალკე ლექტორმა მითხრა რომ მამაო აი მე მგონი ღმერთმაო გააბროტა კაინიო რომ იმის ხვებს რომ მოხედაო და ამისას არ მოხედაო ხო ეწყინაო კაინსო არა აი ესე ვარ ჩვენს გიორგი ვიღაცებს რომ ვათამამებთ და მე ისინი ყიდიან იცი რატო ჩვენი ბრალია რატო იცი რომ აი ღმერთმა ამხილა კაინი და უთხრა რომ შენთან ახლოს არის ცოდვა შემოდის ახლა შურში და იბატონე მასზე ყოჩაღად მოიქეცი იმის ხვებს რომ მოხედა ამით კაინი კი არ დაამცირა ანიშნა რომ შენი არ მომწონს და ცუდად ახარ და გამოსწორდი ჩვენ ხშირად ხედავთ გიორგი იმ ჩვენ გათამამებულ ადამიანებს და არ ვეუბნებით სიმართლეს გავათამამეთ ის არ არის შესაბამის მდგომარეობაში სულიერად და მერე გაკლიდა იმიტომ გაკლიდა რომ შენ გაზარდე არასწორად აი თუთაშხიაში რო არის ხო აი და ძალიან ვერ განარია ეს მაგალითები რა ხო და აქედან გამომდინარე ღმერთმა პირდაპირ უთხრა კაინს რომ ანიშნა რომ აი კაინს გონია რომ პირველია ხო იცი კაინი პირველი ადამიანია ადამი შეიქმნა მიწისგან ევა ადამისგან და კაინი არის პირველი როგორც ჩვენ ანუ კაცისგან და ქალისგან დაბადებული რა გონია იცი რომ მე ვარ რა ესე იგი ღმერთს ველაპარაკები პირდაპირ ერთში ერთზე მე ვჯობი ვარ აბელს 4 არიან ზედამიწაზე ხო მეტი არავინ არ არის ყველაფერი ჩვენთვის არის შექმნილი და უცბად ხედავს რომ ღმერთმა უთხრა რომ სხეპლი შემომწირეთ აი მარხვა რა არის რომ ეხლა იწყება მარხვა შეინახეთ მარხვა რასაკეთებ ამ მარხვაში რამდენ დროს უთმობ ღმერთს და რას წირავ ეს უნდა იფიქრო მარხვაში და უყურე რა ხდება გიორგი ესე იგი რომ ამას გონია რომ ამისი მოწონს ღმერთს ყველაფერი და მოიხედა გვერდზე და არა ამისი არ შეიწირა და თავისი ძმის რომელსაც ქვია აბელი მობერვა აჩრდილი ამისი შეიწირა მაშინვე გაბოროტდა და მაშინვე რა გააკეთა გიორგი ხო ძმა მოკლა რა ეგ რო კარგი კაცი ყოფილიყო ხო არ მოკლა და ძმას და ეთყო და გასაგებია უფალო ამის მერე მე გული და სულით შემოგწირავ ყველაფერს და ჩვენ ყავს ესეთი ადამიანები არა ხარ დაკვირდებული გიორგი ეკლესიაში მამაოებთან თავარისტი ქაროსანი თავარი ესა მთავარი ისა ცოტა ისეთი აღზევებულები რო არიან და მე გაიხედავს და მამაოსი ყველაფერი რო იცის იმან და უცბად გაიხედავ ან მესანთლე თქვა თან გალობველი და გაიხედავ და გამოდის და მე მამაოზე ჭორაობს
მამაოს განეკითხავ და გიკვირს შენ კაცო ეს კაცი მამაოსთან ერთად იყო მამაოსთან ჭამდა სვავდა მამაოსთან მიღებული კაცი იყო და ხა ძალიან ბევრი მამაოს გაახსენდება ეგეთი ადამიანები რო ყავდათ ან ყავთ გვერდზე ხო ეგ რატოა მამაოების ბრალია არ მინდა თქვა ცუდი სიტყვა რატო ათამამებ რა უთხარი რომ შენ თავში ხო არ გივარდება რაღაცები ცოტა ის არის ვერსდი კარგად გესმის ასეთები ოჯახში ყავთ გათამამებული შვილები ორგანიზაციებში ყავთ გათამამებული თანამშრომლები რომლებიც ამბისტანიები არიან და ცოტა ესეთები არიან და მე ისინი ძალიან ბევრი ინფორმაციას უკვე რომ ვეღარ იტევენ და უკვე უნდათ რომ თავისი ბრძანებელი აღარ ყავდეთ და მე ეს ინფორმაცია გააქვთ გარეთ და ჭორაობენ საზოგადოებაში სამსახურის უფროსზე, ღვთელზე, ეპისკოპოსზე, ეკლესიაზე, ბერზე, მორჩილზე და ასე შემდეგ. მე ესე ვხსნი ამას ამ ყველაფერს, ეს არის ჩვენი ბრალი. არც ერთი ადამიანი არ უნდა დააწინაურო არაღირსებულად, რაც მას არ ეკუთვნის. თუ ეკუთვნის და პირადი ღირსებებით გამორჩეულია და მიაღწია რაღაცას, კი ბატონო, ოღონდ ნუ გადაუსვავ ხელს და ნუ გაათამამებ, თორე სიყვარულს რა უთხარი, მამაო. გათამამებული შვილები მე რა დღეში ვარდებიან პირველი გათამამებული შვილები არიან ზუსტად რომ მშობლის პატივს არ სცემენ და უხეშად რატო იცი გაკერპებულები ყავ და კერპი ხო იცი მე ღმერთის გარდა თუ ვინმეს გააღმერთებს სისხლს გაღვრავინებს მე რა აი როგორც კი აი რაც უკრაინაში ხდებოდა ხო როგორც კი ღმერთზე წინ დააყენებ ქვეყანას ეროვნულ ინტერესებს ჩვენთან რაც მოხდა ხო ეგრე იღრება სისხლი არის დებოში და არის აყალმაღალი ჯერ ღმერთია ჯერ ეკლესია და მერი არის დანარჩენი ყველაფერი და როგორც კი ღვთელი, მამა, დედა, ეპისკოპოსი პატრიარქს ვერ გავბედავ თქვა, როგორც კი ადამიანებს ცოტა წინ წამოწევენ და გაათამამებენ, ეს ადამიანები მერე სამწუხაროდ იმედს გავბედავ და ვიტყვი პატრიარქმა თქვა კიდეც რომ ვისგანაც არ ველოდებოდიო, ზუსტად იმან მიღალატაო, ხო, პატრიარქის სიტყვები ახლა მე ხო ვიგონებ არა და შენს ბრუტოს რო უთხრა კეისარმა ხო ის ადამიანი ვინც მისი გაზრდილი იყო და ვინც ყველაზე ახლოს ყავდა იმან ჩასცა იმისი ეტკინა რამდენი ლახვარი ჩაატყეს ხო ყველაზე მტკივნეული ეგ არის ყველაზე მტკივნეული ის არის და ეს რომ არ დაგვემართოს ჩვენ კარგად მივაქციოთ ყურადღება ჩვენი ოჯახის წევრებს ჩვენ ეკლესიაში ესეთ კასტას ძალიან მამაოსთან არ უნდა ქნა მამაო ვერერები აი საქართველოს შენი ბრალია და იმიტომ არა ნუ ფიზიკურად ვერერები შენი რა მოყარს გიორგი ცირო სხვადასხვა ეკლესიებში რომ დადეხარ და შეიძლება რომელი მამაო გეტყოდა რომ სტიქარაში მოდი იყავი ჩემთან სტიქარში ცნობადი სახე ხარ ეს არასწორი ტერმინია მაგრამ არ მინდა გაგათამამო ყველასთან კარგად იქნებოდი მაგრამ რაც გიყურებ ხო სულ ყველგან დადიხარ და არასდროს არ გითქვია და არ მოსულხარ და არ გითქვავს რომ აი კი ვიყავი და რა აიყო ეხლა ის ყველგან აუ რა კაი იყო მადლი იყო რა სიკეთე იყო წყალობა იყო და სხვები ცილებდა აი ხო არ მინდა რა ხო იცი ეხლა რაღაცები და ბევრი მოდის და აუ იქ სად ვიყავი იქ რა ხდება იქ როგორ ქადაგებენ იქ როგორ წირავენ გადამთელეს მცემეს მაგინეს და შემომხედეს და შენგან ერთი არ მახსოვს რომ გეთქვას რა აი ხლა მოკი მე კი არ მახსოვს მე კიდე მგონია ყველას განვეკითხა მადლობა ზარდი ვა შენ მაგას დაკვირვებული არა ხარ რა და აი წარმოვიდგე ნიკოლოზობა არის ნარიყალაზე ხარ თქვა გიორგობა არის ეკაშუეთში ხარ და ყველგან მიდიხარ და რაცა მიდიხარ ხო არავის ეხლა ხო გსგონია რომ ეხლა ზოგიერთი ტელევიზიები ჩუმად იწერე რაღაცას და მე რაში გაინტერესებს ხო და ამ დროს დაგინახავენ ყველას გონია რომ აბა გასასწორებელი არიან და ისეთ განახო ამ დროს შენ სიყვარულით მიდიხარ და აი ამოჩემებული ტაძარი არა გაქვს ამოჩემებული მოძღვარი არა გაქვს რატო ეს კარგია იმიტომ რომ ქრისტე უნდა მოვიჩემო ჩვენ და აი ამოჩემებული მოძღვარი და სულიერი შვილი მე აუცილებლად შორდებიან გიორგი ერთმანეთს და მე ერთმანეთს იცი რასე უნდებიან თურმე ვიმყოფილხარ ეხლა გაგიცანით რომ აი ბოლო 2 წელია გავიცანით თურმე თქვენ ვიმყოფილხარ ეხლა რამდენ ხანია მისმოვდი შვილო ეხლა გაგიცანი ეხლა გამიცანი როგორი ვარ აუ მამაო ძალიან მაგარი რაღაცა თქვით მაგარ კითხოს მაწვდ მე ჩემ პროზზე რაც გადამხდა იმას გელაპარაკები ხო დეხოცები რატო ხდება ხოლმე მამაო რომ მიდიან მაშინ რო ხდება ცუდი ის ადამიანი აი ეკლესიის ეგრე არის ხოლმე ვინც წავიდა სიტყვაზე მე ეს არ არის პარტიიდან რო გადიან და მე რეაგინებენ იმ პარტიას ხო ეხლა უკვე აღარ აგინებ ეხლა სხვა სტილია მე არ ვიცი ასე თქო აღარ მიდიან და თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით ხო ნუ ეგეთი აი ეგრე რატო ხდება ხოლმე რომ აი მახსოვს რომ სიტყვაზე 10 წელი 20 წელი ერთად იყვნენ და მე წამოვიდნენ და ეხლა აღმოჩნდა 21 წელს მე ვფიქრობ ხოლმე 5 წლის წინ არის ხო ეს ისე ესეთი 5 დღის წინ და 5 თვის წინ არის ხო ამ შემთხვევაში მამო რა ადამიანური თვისება არის ხო რომ რაღაცნაირად ის არის ხო შეიძლება აი ხო ხდებით ან ბოდიშ ვიხდი ესეთი თვისება ადამიანური რომ შეიძლება ხვალე მე რო წავიდე შეიძლება აი მაპატიოს ღმერთთან არავინ არ არის დაზღვეული ხა მე არ მწის ის რომ სიტყვაზე ვიღაცაზე ესე ვილაპარაკ მაგრამ შეიძლება ხვალე მე ვთქვა
ვიღაცაზე რომ 10 წელი პატისონს ეხა მე ცხოვრებაში რატო არ ვივიწყებ იმას რომ მე ხო სადღაც როდესღაც არაფერი არ ვიყავი და არ მქონდა არც ეს გადაცემა არც არაფერი ეხა მე რა უნდა მაწყენინო რომ მე ამათ არ გავუტარო სიტყვაზე წყენია ვისაც წყენია ყველგან წყენია ეკლესიაშიც წყენია ყველგან წყენია იმისავით ხო არ ვარ ეხა იმათ ხო არ ვიცი ყველ ბევრისგან წყენია მაგრამ რაღაც არის რომ ის უნდა დაინახო აი გადატანა მამო ამ შემთხვევაში თუ შეიძლება ბოდიში 9 საათია კიდე წინ და მაგიტომ ვაგრძელებ ამ კითხვას აი გადატანის ამბავში ძალიან მეხმარება ხოლმე რაღაცას გაწყენინებენ მაგრამ ალალათ ვამბობ რომ ყველგან გაწყენინებენ არ არსებობს ადგილი შვილი თუ გაწყენინებს ხო როგორ შეიძლება რომ სიტყვაზე ვიღაცას ხომ არ გაწყენინოს ხო მაგრამ ამ შემთხვევაში მამო ფიქრობ ხოლმე აუ სადღაც ხო გავხარებდი ვარ და მოდი რა აქედან დავიწყოთ და მე ეს წყენა ადვილად გადამოხდო ვეღარ უჩაკო დავიბოღმები და ყველა უნდა დაკარგო მაშინ საქართველოს მართლა ყველა უნდა დაკარგო რა ერთ-ერთი მე მგონი ერთი 10 მღვდელი ხარ თორმეტ აქ მოდიხარ ცხოვრებაში არაფერი არ გიწყენები ჩემს სიკეთის გარდა არაფერი გაცდები რომ გაწყენინო აი თქვენ მამა შალვა იქ მამა დოროთე ნუ რა რამდენი ხართ მამაილი და გამომჩეს ყველა მამა და ტელევიზიებში როცა მივდივარ უკვე თემა ვიცი და იმ თემაზე ვლაპარაკობ და აი შენთან მართლა მამა ანტონის სიტყვები მახსენდება რომ ეხლა ჩვენ ისევ საერთოდ ყოველგვარი წინასწარ გააზრების და მოფიქრების გარეშე ვსაუბრობთ ხო და ეს მიხარია რომ ეხლა გულიდან ამოსული რაც ეხლა მე გული მკარნახობს იმას გელაპარაკები რა და მინდა პატრიცია მაყურებელს შევახსენო ძალიან ნაცნობი სიტყვები მე ყველა მიყვარს არავინ არ მეზიზღება ვინც ამას ამბობს რომ ყველა უყვარს და არავინ არ ეზიზღება ძალიან დიდი ფარისეველია და მატყუარა რა ერთმა ადამიანმა მითხრა გიორგი ამასწინათ რომ ეხლა ბოლო დროს და შური წამომივიდაო ჩემი ახლობლის რაღაც წარმატებებზეო რა და როგორ მოვიქცეო რომ აღარ შემშურდესო და მოვთხარი შენ უკვე კარგად იქცევი მეთქი რა ხან დააფიქსირე და აღიარებ. ესეთი რამ ხელა რამეა გიორგი, რომ აი ხლა შენ რომ მითხრა რომ ამა და ამ ტელევიზიის წამყვანის მშურს მამაო და რა გავაკეთო ხო? მე გეტყვი რომ ბევრი ვარჯიშე შენ თავზე და შენც კარგი იქნები ხო? აი ესეთი რამეა დღეს რა რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამე არ მოგწონს სხვისი და ამ დროს ჩვენთან ძალიან ცუდად არის საქმე რა და დავაფიქსიროთ ჩვენ თავში გიორგი რა, კაი ნატო ვახსენე რომ ჩვენ თავში არ ვაფიქსირებთ ამ ყველაფერს და ეს შეფუთული გვაქვს ეს ურთიერთობები რა. და ამ დროს აბა დაფიქრდი ღმერთს მოწონს ჩემი მღვდლობა, ჩემი ოჯახი, ჩემი მრევლი, ამაზე არ ვფიქრობთ რა. ჩვენ გვაქვს შექმნილი ჩვენი 64, კარგად ვართ მოკალათებულები და ყველაფერი კარგად არის და მე ის ვიღაცა იუდასავით რომ გაჭედავს მაპატიეთ ამ ჟარგონისთვის, მე იმას ქოქოლას ვაყრით და ლანძღავთ. არ არის მიმისი ბრალი მარტო რა. შენ მას ხეზე ასვლა ასწავლე. არ უნდა გესწავლებინა ხეზე ასვლა, იმიტომ რომ მზად არ იყო ამისთვის. რატომ არ მისცა ღმერთმა უფლება ადამიანს რომ ის ნაყოფი მიეღო? ადამი არ იყო მზად ჯერ ამისთვის. და ჩვენ ადამიანებს რომლებიც არ არიან მზად, აი ძალიან ბევრი გოგონა ისეთ ხოვდება და ბიჭი ისე იწერს ჯვარს. მზად არ არის ამისთვის და რა ელაპარაკები რომ ცოტა ხანი მოდი დაგარიგო შვილო და ამას გონია თანხაზე უნდა მოელაპარაკო. ისმის სალონში დაკარგავენ 7-8 საათს. ჩაიცმევენ და აიხურავენ ის დრონის გადაღება ყველაფერი და მოძღვართან რომ 9 საათი კონსულტაცია გაიარონ, ოჯახს ქმნი ხო? შენი მომავალი ყველაფერი დამოკიდებულია ამაზე და რა ხდება მე? ასევე აი ზიარება გინდა, დადიხარ ეკლესიაში და მოძღვარი გინდა, აბა დაჯექი, მოდი რა ვისაუბროთ. და რაზე საუბრობენ იცი? აი ბზა იაფად სადიყიდება თქვა, ან ის მანქანა რო იყიდა იმანა ის რამდენად ჩამოიტანა ის მანქანა, მე ჩამომატანინე რა და აი ესეთი საუბრები მიდის გესმით? არა ის რომ აი მოდი რა პატერიკონს გადავავლო თვალი და აი მარია მეგვიტელის ხორებას გადავავლო თვალი. აი რომელი ბანკიდან გამოვიტანო თანხა მოძღვართან მაღაზიაზე მიდის საუბარი გიორგი. სხვანაირად არ გამიგო რა, აი ძალიან ბევრს ეცნობა ეგ თვითონ გამატერიალიზდა მამაო ადამიანი. და ძალიან ბევრ ეკლესიაში აი პოლიტიკაზე, აი ნაცები, ქოცები და აი ამაზე მიდის ლაპარაკი, რომ ბევრი მონასტერი და ტაძარი იქცა შტაბ-ბინად გარკვეული პოლიტიკოსების ხალხო რა. და იქ რა სულიერებაზე უნდა ილაპარაკო და იქ როგორ შეიძლება სხვა ადამიანი მივიდეს და მადლი მიიღოს, როგორ ვერ მიიღებ მადლს ხო? იქ უნდა იყოს საუბარი სულიერებაზე, რა არის სულიერება? რომ მე ვერა ვარ კარგ სულიერ მდგომარეობაში და ვერ ჩვენ ვერ ხარ და მოდი ორივემ დავიწყოთ. ძალიან ცოდვილები ვართ, შვილო, მეც და შენც. აი რა არის სულიერება? ის კი არა რომ იქ ის ღდელი რო ქადაგებს ეპისკოპოსობა რომ უნდა ის ხიფშია, ის ამანტყოფია, ცოლი მრუში ყავ და ამაზე ლაპარაკობენ გესმის. რა სისულელი, რა ჩემი საქმეა, ჩემი თავისთვის ვერ მიმიხედია და ჩემი ოჯახის ვერ მიმიხედია და აი ეს ყველაფერი ესია რა და დავიწყოთ რა, აი შენიდან, ჩემიდან, ჩემი ოჯახიდან, შენი ოჯახიდან გიორგი და აი ეს ყველაფერი გალაგდება და აი ეს ყველაფერი ჩვენ გარეგნულად ფუთავთ
გარეგნულად შეხედავ და ყველაფერი კარგად არის. ნახე, თქვენს უკან არიყალა და ციცინებ, მე ხო წინამძღვარი ვარ იქ, ხო? რის წინამძღვარი ვარ? მე რომ დამეჯერება რომ არიყალას წინამძღვარი ვარ, მაშინ მეტირება ყოფა. წინამძღვარი არის წმინდა ნიკოლოზე და მე ვარ მოვალეობის შემსრულებელი ყოველთვის, როგორც მოსე ადიოდა სინავსთაზე და მაყლოვანთან გაიგო ხმარო, ფეხზე გაიხადეო, აი ესე უნდა ფიქრობდე მეც. რომ მამა გიორგი შენ არ გიგონოს რა, ეხლა წინამძღვარი ხარ და წმინდა ნიკოლოზე ღაღადებს შენი პირით ბაგეებით და ვაიმე მამაო რა კარგი ქადაგება იყო და ვაიმე რამდენი მრევლი ყავთ და ეგ რო დამეჯერება, აი სატირელი ვიქნები მაშინა. ძალიან ბევრს ჯერა გიორგი ეს გესმის. რომ რამხელა მრევლი ყავთ არა და ზოგადად აქებენ ხო მამა რამხელა მრევლი ყავთ. რამხელა მრევლი კი არა. ვინც ხონდება აქედან ერთ ეგ მითხარით რა ეს ცოტა ეს მოხიბლული ტიპები რო არიან და ის ნათონი ხილველმა უთხრაო რა აი ამ კორპუსშიო 1000 კაცი ცხოვრობსო და 5 გადარჩებაო. 1000 კაცი ეზიარაო და 2 ეზია და ანჩენი ვერ ეზიარო. აი რა შენ შემოგივლო. არ გვინდა რა ესე რაღაც ზღაპრები და რაღაცეები ხო ეს არის ძალიან სერიოზული ხიბლი რომ მე დამეჯეროს ეხლა ხო დიდი მრევლი მყავს. დიდი მრევლი კი არის ნარიყალა მოწონთ და დადიან კაცო. ეხლა მე რო გადამიყვანო ლილოში, ვინ ივლის ჩემთან ლილოში? არავინაც არ ივლის, ხოლმე მაპატიოს ლილოში ვინც ახურებენ, შეიძლება ძალიან დიდი მრევლი ყავთ, მაგრამ ის ხალხი ვინც ნარიყალაძე დადის, ლილოში აღარ წამოვა ჩემთან და მე ამეხილება თვალები და მივხვდები რომ თურმე ჩემს გამო კი არ დადიან ნარიყალას ისეთი კომპლექსია და ისეთი მადლიანი ადგილია, მაგიტომ დადიან. მე ასე უნდა ვიფიქრო. არ უნდა მეგონოს რომ ეს ტაძარი სავსე რო არის. ეს არის მამა გიორგის დამსახურება. ნუ რასო კაცრავად. ეს რომ მეგონება ასე, ძალიან სულად იქნება ჩემი საქმე და აი თუ თქვენ ხო ნამყოფი ხართ, მართლა არავინ არ ამყავ გიორგი, არც მე და არც ჩვენ მამებს ისეთი დაწინაურებული მეტიჩარა ქალიან კაცი. იმიტომ რომ დაღუპავ იმ ადამიანს რა, არ მჭირდება ეგეთ ადამიანი, მე თუ შენ ღუდელი ნორმალური ხედვა გაქვს, ისაც კარგად უნდა მიხვდე, ვინ როგორ გალობს, ვინ როგორ იმოსება, ვინ როგორ ლოცულობს და ვინ როგორ იქცევა რა. არ მჭირდება ამის მოტანა არავისგან, რომ აი იცით რა თქვენზე ესა თქვა, ესა თქვა, ეს რაღაცები ხო? და როგორც კი სასულიერო პირი თავის სულიაშვილთან სხვა მოძღვარზე დაიწყებს ლაპარაკს, იმას უპავს უკვე იმ სტიქაროსანს და იმ სულიაშვილის, იმიტომ რომ ის ვეღარ ითმენს ამას, წავა მიუტანს ამბავს მე. ან ისე იტყვის იმის სულიაშვილთან, რომ იმან მიუტანოს მე ამბავ. დამთავრებულია ჩვენი საქმე. რაღაც სიყვარულზეა, რაღაც მეგობრობაზეა, თუმცა სახელითა მამისათა და დაწისათა, დაწმინდისა სულისათა და ჩემო ლამაზებოდა, ჩემო კარგებოდა ეს არის სიტყვების ბრახა ბრუხი. შინაგანად თუ ეს ყველაფერი შინიგნიდან არ მოდის გიორგი, ეს ყველაფერი იქნება და არ იყიდეს ფაქტურად, რომ სიტყვა ზალა აღარ აქვს მე გესმის? მაგრამ აი გიხარობდნენ დაპურდი, ბედნიერი იყავი, ჩემო კარგო. ამას არანაირი არის სიტყვები არის სმის ფაქტურად. აი ადრე ებრაელებში ეუნეოდი რომ გიხარობდნენ და მშვიდობა ყოველთა, ხო? ისინი პირდაპირ აი იღებდნენ ამას, რომ აი როგორ აბა მაჩვენეს სად არის მშვიდობა. ოჯახში რო დელე შემოვიდა და აკურთხა, ის უნდა იგრძნობოდეს იქ. მარტო ის კი არა რომ კაი პურმარლია აჭამეს და ითამა და იმღერა, იცეკვა. ეგ კარგია კი, მაგრამ იქ აი უნდა დარჩეს მშვიდობა იქ და ოც ადამიანს მიესალმები არა, ის სალამი უნდა იგრძნოს ადამიანმა რა. ისე კი არა, მე კარგად შენ და გამიდიხარ. დამლოცე და გარბის. მოიცა შვილო დაგლოცე რა უგედურება. არ ხსმენია გიორგი, დამლოცე და თან კევს ღეჭავს და გარბის და ეს რაღაც ესე. თან თვითონ მოდის ხარზე ამ საამბორო და მისი ბრალი არ არის. ესეთ ადამიანები უკვე არ დავასახელებ რომელი ტაძრის დეკარხსნები არიან, რომ ძველი ბიჭები ვით რო არჩევენ საქმეებს მერე და რაღაც ისე რომ იქცევიან, არ უნდა იქცეოდნენ ეს, რატო იცი? იმ ეპისკოპოსის ტიქ თავარის დეკაროსანია, იმას მოსავს, ამას აკეთებს და დეკაროსნებს კი არ გადაუცდი. უბრალოდ სიმბოლურად ამბობ. გათამანებული კასტა არის ცუდი რა და ეს ძალიან დამღუპელია, ეხება უდელსაც. აი თქვათ ეხლა მე რო თქვა დეპარტამენტის თავმჯდომარე ვარ, არიყალას წინამძღვარი ვარ და უკვე წარმოვიდგინე რომ ის ვიღაც რაიონიდან ჩამოსული უდელია და ეხლა რა მაგრამ აი ეს იმას მინდა შევეხო მამო ძირთად მაი გაუნათლებელ ადამიანებს აი ვინც ნაკითხი არ არის მაგით ვცნობ რომ მაინც გაუნათლებელ ადამიანს თავი რაღაც გონია მწვანე კიტრიო თუ რაღაც ესე მომიხოვნე რა და თუ შეიძლება მამო აი როგორ უნდა შევაგნებინოთ ჩვენ თავს იმიტომ აი ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რომ ამ ადამიანს უნახულობ ხოლმე უკვე ვიცი რა აქვს წანაკითხი ან რა დონეზე არის ნაკითხი ან საერთოდ ნაკითხი არის თუ არა აი ხო ნაკითხი ხო ამაყი არ იქნება ნაკითხი ვერ იქნება უბრალოდ თუ სწორად იცის რომ არაფერი არ იცის უკვე და როგორ იქნება დიახ და აი ამ შემთხვევაში მაგრამ ეხა უბრალოება დღეს არ ფასდება ფაქტია რომ ეხა თქვენ რასაც ამბობთ უბრალოება იქ რომ ფასდებოდეს იქნებოდნენ უბრალოები ეს ადამიანები და არ იქნებოდნენ ამაყები ხო ნებისმიერ ადგილას შენი უბრალოება არის არაფერი ხალიჩა გადათელავენ და გაივლიან უბრალო ადამიანი არაფერში არ ჭირდება
ყოველთვის გიწევს ამ ძალის დემონსტრირება მე. აი რატო ხდება ხოლმე მამო ესე რომ სულ ძალაუნებრივად უფლებას არ გაძლევენ იმისა რომ იყო უბრალო ემსახურო ვიღაცის იყო ხალიჩა თუნდაც მართლა შეიძლება გინდოდეს რომ ნოხი იყო რომ ალალე იყოს ადამიანებო თქვენს იმიტომ რომ ბოლო ვიქნები მაგრამ ზატო სამაგიეროდ ღმერთს დინარისაც ხო? აი დღევანდელი უბრალო მაპატი აი თქვენ გქონიათ ეგეთი მომენტი რომ აი ხაც ვსაუბრობთ თუ სიტყვაზე უბრალოდ გინდა ისაუბრო მაგრამ ამას ხახი ვერ მიიღებს. აი ძალიან ხშირად მინდა ხოლმე ძალიან ისეთ აი ყველაფერი გავაკეთო მაგრამ ვიღაცისათვის ისეთი მავნებელია ის ჩემი უბრალოება რომ დამღუპელი არის. და არა და გინდა ხარ ეს უბრალო და რა ქნა რა ნუ ვერ წახვალ ვერსა და რა ქნა მაგრამ ხარ არის ხოლმე რომ ვერ იზამ რა იმას იმიტომ რომ იმას ღუპავ შენი უბრალოები და თავსაც იღუპავ თუ შეიძლება დღევანდელი სახარება ვინც ტაძარში ბრძანდებოდა და შევახსენებ ხო მარკოზის სახარება იყო იესო ქრისტე უკვე გამოუცხადა მოციქულებს რომ ცოტა ხანში მე უნდა ვევნო ჯვარს ვეცვა უნდა დამსაჯონ ესე ვთქვათ მგვემონ და გავეკრა ჯვარს და ამ დროს იაკობი და იოანე რა შეუგნებიან იცი რომ ერთიო მარჯვენით აქვსი და მეორე მარცხენით წარმოიდგინე რა და ქრისტენა თქვენ არ იცით თუ რა სიტყვოთ ძალიან ბევრმა მოციქულებმა თუ არ იცოდნენ იმ დროს ახლა ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის რა უნდა სწხოვოს ქრისტეს და მე ეუბნება რომ ამ სოფლის დიდებულებიო ხო იქითო ემსახურებითო თქვენ ამ სოფლის დიდებულებსო და მე კიდევ ხო ზეკაცისა მოვიდა იმიტომ არა რათა ემსახურონ არამედ რათა იმსახუროსო აი წარმოიდგინე პატრიარქი ხო ბანს ხონეთ ფეხებს ხო უდოლეებს ეს მარტო რაღაცა რიტუალი კი არ არის კაცო და ეს მარტო სიმბოლო კი არ არის ეს უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების წესი ეს მართლა ასე უნდა იყოს რომ უნდა ადამიანს ფეხქვეშ გაებგოს ფასულიერო პირი და უთხრას აი შენი ჭირი მე მობძან მე ეს ტრადიცია მაქვს რომ წირვის წინ ხადაგებ ხოლმე რომ აი გთხოვთ ეხლა მადლობა რომ მობძანდით ღმერთმა დაგლოცოთ არ ვიხმაუროთ მომისმინეთ და ისე კი არა რაღაც დისციპლინა კი არ დავამყარე რაღაც ასკეტური და რაღაც ასეთი ხო სითბო და სიყვარულით ვცდილობ რომ ადამიანებს მოვეფერო როგორც კი ეს გაკეთდება ყველგან აი ყველაფერი იქნება კარგად არა მოჩვენებითად არამედ თავდაბლურად რაც იესო ქრისტემ გვითხრა რომ ძეკაცისა მოვიდა რათა ჩვენ გვემსახუროს და არა რათა ჩვენ ვემსახუროთ და დღეს პირიქით არის გიორგი სამწუხაროდ ხუდელს ემსახურებიან ხუდელი კი არ ემსახურები აი ეს ცოტა ცუდი რაღაცა არის რა ჩვენ წირვის ჩატარება გონია მარტო მსახურება ხალხის რა მთელი ცხოვრების მანძილზე დილით ახლა მე რომელიმე ლექსე პოეტი ვარ მაგრამ რაღაცა იუმორით დავდე რაღაც ესეთი ლექსი აი მეთქი თქვენი პრობლემები გაწუხებთ და მე კიდე ყოველდღიურად ქრისტეს გიქადაგებთ მეთქი რა და აი სულ ცდილობ რაღაცა დამცინის კიდეც ხო ცოტა ისეთი ძალიან სერიოზული განათლებულია ამაყი და რაღაც რა მამა მეტი საქმე არა გაქვს ახლა ალექსებს წერ და რა Facebook-ში რა გინდა და მეტი დრო დაუთმე რა სულიერებას და ასე შემდეგ და ვინც ნახავს ხო ჩემ დადებულ ასე თქვა რაღაც გარკვეულ სწავლებებს ყველა მიხვდება რომ მე თავს კი არ ვიქებ და რაღაცას კი არ პოზირებ და ასე შემდეგ ხო მინდა რომ რაღაცა კონტაქტი დავამყარო უშუალო კონტაქტი დავამყარო ადამიანებთან სიტბოთი სიყვარული თავდაბლობით და უბრალოებით აი ეს მინდა როგორ გამომდის და იქ ვინ მისმეს მე მათ ადამიანს ვიცინი ფოტოებით რა ძალიან ბევრი უცხოიდან არის მე არ ვიცი ისინი ვინ არიან რა წარმოადგენს სულ არ ადამიანები არიან გიორგი და ხალხი ელოდება მამაო როდის დადებს რაღაცას რომ ნახონ და საკენკირო დაუყარო რა აი ესეთი რაღაცა არის ოღონდ ამას ვაკეთებ არა იმიტომ რომ მე პოპულიზმი და აი ცნობადი გავხდეთ და რაღაც ხო იმიტომ რომ ეს ჩემი შინაგანი მოთხოვნილება ამას საღვდლო მადლი მავალებს მე რომ მარტო წირვის ჩატარება და დარასელია გიორგისთან საუბარი საკმარისი არ არის რა აი მე საყდრეში რომ თქვა ქუჩაში უნდა გავიდეთო ჩვენ უკვე რა ოღონდ ჯიპებით კი არ უნდა გავიდეთ უნდა ფეხით გავიდეთ და აი დავლა დავდომილი რო არის და წამოაყენო შეიძლება არ მისცე თანხა მაგრამ ჭკვაზე დაარიგო შეგონება მისცე ზეთიაცხო პარაკლისი გადაუხადო გაათბო ჩაეხუტო მოეფერო როგორ ახლა სულ ყველა მაინც და მაინც რატო მივდივართ ისეთ ადამიანთან ვინც თანხას გადაგვიხდის ხო მაინც და მაინც ხო არ ჯობია რომ ესეთებთანაც მივიდეთ ვინც ძალიან გაჭირვებულები არიან ხო და აი ამიტომ ეს ყველაფერი გასაკეთებელია რა ამას მე ახლა ამას ჭკვაზე არავის არ ვარიგებ და კიდევ ვიზახი ქულებს არ ვიცერ ეს ჩემი შინაგანი მდგომარეობა და მე რას ვაკეთებ თუ რასაც ვლაპარაკობ იმას ვაკეთებ მომისმინონ და თუ რასაც ვლაპარაკობ არ ვაკეთებ არ მომისმინონ მაშინ აი ამას ვიტყვი მაშინ ძალიან მოკლედ რა და ეს ყველა მოძღვარმა უნდა გავაკეთოთ ამას აკეთებდა ქრისტე ამას აკეთებდა პეტრე ამას აკეთებდა პავლე და ჩვენ თანამედროვე საღვთელოება უმრავლესობა ამას არ ვაკეთებთ გიორგი ო კაი რაღაცას გეტყვით აი თუ შეიძლება ძალიან დიდი ბოდიშით
აი შეიძლება იმ სვენელსაც უხდიბოდიშ და რა ვიცი აი ეს უბრალოებაც მამა ის უბრალო მოძღვრებიც რაღაცნაირად არ ყველგან იჩაგრებიან კი კაია რომ იჩაგრები რაღაცა მომენტში რომ ღვთის წინაშე რაღაცა კარგად ხარ ყველა დაჩაგრულთან ყველა ადამიანთან რომელიც იჩაგრება უთან უსამართლოდ იმიტომაც ღმერთი არის და ღმერთი როცა შენთან არის ძალიან მაგარი არის ხო მაგაზე მაგარი არაფერი არ არის და ის დაჩაგვრაც დაგავიწყდება მაგრამ თუნდაც თქვენთანაც მამაო ჩვენში თქვათ ეხლა ჩვენში კი არა აგერ ამხელა ტელევიზიაში უბრალო ადამიანი ყოველთვის რაღაცნაირად ყოველთვის დაჩაგრული არის და ჩემთანაც ესე ვამბობ და ყველასთანაც აი ნებისმიერ რო უყურებ სკოლა ბავშვებს მას ხო არ დაჩაგრული არის ხო კი მამაო მაგრამ აი რა მომენტი არის ის მამაო ვინც ამაყიარო ესე ყოყოჩი რაღაცა აი იმას უფრო სხვანაირად აფასებენ ძალიან ცუდი არის, მაგრამ ეს ხალხი რაღაცა ის მომიეცია. ის უკან რას ამბობენ ამ იმას. ხო, იმ დაჩაგვრს საერთოდ ვერ ხედა. ამას ხე მაინც იმისათვის მაინც ხედავ, რომ პირს უკან მაინც ილაპარაკო. იმას ღმერთი ხედავს, გიორგი. იმას ღმერთი ხედავს. კი, მაგრამ ამისი ხო უნდა, ამ დონეზე ხო უნდა მივიდეს შენ ერთმენა, მამაო. ხო ხდებით, მამაო, რომ აი კაი მე ხა ამათმა ყველამ დამჩაგრეს. მშიერი ვიძინებ, მაგრამ სამაგიეროდ ღმერთია ჩემთან. ცოტა რთული ხო ხდებით, ანუ რთული დასანახია დღევანდელი მორწმუნესაც, იმიტომ რომ დაბაყარი რომელ პროვინციაში ცხოვრობდა, ყველაზე მიგდებულ პროვინციაში, ნაზარეთში, აღწერაშიც კი არ იყო შეტანილი ნაზარეთი. და რას ამბობს ღვთისმშობელი? მოხედა სიმდაბლესა ხევლისა თვისისასა. ღვთისმშობელი რომ ამაყი ყოფილიყო, მასთან არ მივიდა. ის ფიქრობდა, რომ კითხულობდა ესაიას წინასწარმეტყველებას. მეტად ვინ იქნება ის ქალწული, ვისაც ახარებს თავარანგელოზე გაბრიელი, ხო და თავის გარდა ყველა ეგონა, რომ იქნებოდა ის ქალწული. თვითონ აღმოჩნდა. მინდა თუ არის დრო გიორგი აი ძალიან ესეთი მოძღვარი არის ვანი ბაღდადის ეპარქიაში, ბაღდადში არის დედათა მონასტერი და არის წინამძღვარი მამა თეოდორე ხურციძე. არის ესეთი ჭაღარათმიანი ასაკოვანი ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ პატივისცემს ჩვენ გადაცემასაც ჩვენს და ამას როგორ თქვა პირად მიმოწერაში მოწერა რომ შენ ჩემი უფროსი ძმა ხარო და ისეთი თავდაბლობა მივიღე მისგან უთხარი მამაო რას ლაპარაკობთ მეთქი ესე იგი ამ ხელა ადამიანი რომ შენ გეტყვის რომ შენ მე ასე ასაკითაც და გამოცდილებითაც უმცროსი ვარ ხო მე შენ ჩემი უფროსი ძმა ხარო და იქნებ მომავალშიც მოიწვიო ეს ადამიანი ხა პედაგოგეთერში ვამბობ იმიტომ რომ შეიძლება გვისმენდეს და აუცილებლად უგანათლებული ეს ადამიანია მეუფე ანტონის მარჯვენა ხელია ძალიან ესეთი სასიამოვნო პიროვნება რო დაინახავ და აი ამ ადამიანისგან ვისწავლე უკვე თავდაბლობა რომ მე მასთან ვარ შედარებით პატარა ყველაფრით გარეგნობითაც ასაკითაც განათლებითაც სულიერებითაც ყველაფრით დაბლა ვარ და მეუბნება რომ შენ რაღაც კომენტარი გააკეთა და მე შენი აზრიო და ჩემი აზრი რო უთხარი ჩემი უფროსი ძმა ხარო და მე ვთხარი მამაო რებს ლაპარაკობთ მეთქი თქვენ ხართ მეთქი ჩემი უფროსი ძმა და ამ კაცმა უკვე მასწავლა ამით ეხლა მე რო ეს მიმეღო და აი ხო რა თქმა უნდა ხო და ჩვენ აი მამო სხვა ამბავში აი ეს როგორ გავერიდოთ ამ ყველაფერს აი თუ შეიძლება 1-7-8 წუთი დარჩა მაგრამ აი სწორედ ეგ ყოფავს ადამიანს რომ გაქებენ შენზე იღებ და გონია რომ შენ გეკუთვნის შენ ხარ ესეთი მაგარი შენ რაღაცა და უბრალოდ მე მარტო რომ რჩები ხვდები რომ არაფერი არ ხარ აი რაღაც გაჩსაჭირი აი ელემენტარული აი საკმარისია სამოთხოფოში მოხდე და მიხვდები რომ შენი სიცოცხლე არაფერი არ ხარ აბსოლუტურად ერთი წამი ხარ უბრალოდ და ის ყველაფერი რასაც შენ გაქებენ ტყუილი ხარ ყველაზე მეტ სიმართლეს გეტყვის ის სულიერი შვილი ვინ შენთან ყველაზე ახლოს იყო ახლა მე ერთ რამოდენიმე ადამიანთან რაღაც პრობლემები გამიჩნდა ჩემს სულიერ შვილებთან. კაი გაგებით ვიზახი და ესეთი ცოტა ისეთ საუბარში ესეთი რაღაცები მითხრეს, რომ აი გამიხარდა. მეთქი ამას ხარ მეტყოდი რომ ყველაფერი ეს პრობლემა ყველაფერი კარგად რო იყო, ვითომ გვეგონა რომ ყველაფერი კარგად იყო. აზრ ხო არ მეტყოდი ამას და მე ჩაგიხუტებ მოგეფერები და დიდი მადლობა მეთქი რომ შენ ეს ყველაფერი მითხარ. უფრო ძალიან მიყვარხარ მეთქი. ახლა მე მგონი მისმეს და თუ არ მისმეს, ჩანაწერს მოისმენს რა და აი ხო ხვდები რას ვიძახი გიორგი არა ერთმანეთს რომ ჩავწიხლავ და ნუ გავშორდებით და ნუ დავიწყებთ ახლა იმას რომ აი ეს ვისთან მივლია და ეს ვინ ყოფილა და ეს შენ ვინ ყოფილ ხარ თუნდაც უბეში გველი გამეზდია და რა პირიქით რა ადამიანები სიმართლეს ეუბნებიან ან სიმთვრალის დროს ან ჩხუბის დროს ამ ბავშვი ლაპარაკობს ხო სიმართლეს თორე ჩვენ ერთმანეთს როგორ ახარ მაგარი წამყვანი ხარ გიორგი არა ვერა მაგარი ყუდელი ვარ არა და აი ესე მოხიბლულები ვართ არა და კარგი რა არა წამყვანი შენ ხარ და არა ყუდელი მე ვარ ხო მაგრამ შედარებით ცოტა რაღაცას ვხაკურავთ ხო ფაქტიურად ხო და ამიტომ ხა შენს გეწყინა გონი ახლა რაღაც მითხარი არა არა სადგაგაბრაზე სიმართლეს რომ ამბობთო და აი ჩხუბში რომ გაგაბრაზე მოდი სანამ ვიჩხუბებთ მანამ და გეტყვი ხა ჩხუბში რომ გითხრა წამყვანი შენ ხარ კაი რა მჭირდებოდი და გიცინოდი ახლა არ გითხრა არ ჯობია ხუმრობით გითხრა რომ უკეთესი წამყვანი მინდა რომ იყო რა
არა ხარ კაი წამყვანი და მე მინდა უფრო დახვეწილი იყო, უფრო კაი არ არის. თუ გითხრა ყველაზე მაგარი წამყვანი ხარ და შენ უკვე მომავალი აღარა გაქვს ფაქტურად. ხო, აი მე ხო სპორტსმენი არ ვარ ხა იგი. დავხურავ გადაცემას, გავიხურავ კარებს და წავალ. ამიტომ მე უფრო მეტი შევიძინე იმ სულიერ შვილთან კამათში. ვიდრე სულიერი მეგობარი ყდლებისგან, ვინც მაქებენ და ვითომ ხო, მაგრამ საბოლოოდ მაიცი ხა, გამორიცხო ხა მე ვერ დამაჯერეთ მაგას, რომ აი მართლა აი ოღონდ ჩვენში და ეხა თუ კამათი არის, ეს ამას ამბიონდან ვიტყვი. დიახ, აი მე ვერ დამაჯერეთ იმას, რომ რომელიმე ადამიანს ეხა 2019 წელს ისე დაგრუზული, გადაგრუზული ყველასაგან ნაცემი, ნაბეჭი მიდიხარ და კიდე ვიღაცა რომ ყველაზე ძალიან რო გიყოს ის ადამიანი ცუდს გეუბნება, რომელიმე სესიამონს. ცუდს კი არ გეუბნება, სიმართლეს გეუბნება, და გონია სიმართლე ცუდი. არა, მაგრამ აი ხედავ არა, ნახე როდის გეუბნება. ეხა ნახეთ მამამაში რა გასწავლეს. სიმართლეს კი არ გეუბნებათ. აქ შეხედეთ რა მდგომარეობაა მამაო, რომ ის როცა განაწყენდა, მაშინ გეუბნება. ეგ არის ყველაზე ცუდი. სიმართლე როდის არის, იცი, კაი. სიყვარულით მეუბნები. აი ხა სიყვარულით თქვენ რომ მითხარით, ამას მივიღეთ, მაგრამ თქვენ რომ ჩემზე დაიბოღმები და მე მეტყვით რაღაცას, მაგას უკვე ბოღმა ქვია და არა ის თქმა. ესეც მამაო ცალკე საკითხია. რომ დავმაწყენდები, მაშინ მე პატივს ავცემ, რომ ის ბოღმით არ მიტყო და იმას ძალიან უყვარვარ და იმ სიყვარულით მითხრა, რომ უნდა რომ კარგი მოძღვარი ვიყო და ამიტომ რა და მე მივიღე მისი შენიშვნები და ქეთს ვიხრი მის წინაშე და მადლობას მოვახსენებ. ის ერთი ადამიანის ნათქვამი მათაჯერ მირჩევნია, ვიდრე ქება დიდება და ფეირვერკები. შეგჭამს, აი დამიჯერეთ თუ ამაზრება არ შეგაწუხოთ თქვენზე კი არ მომო. საერთოდ ზოგადად ეგრე არის, იმიტომ რომ მაინც ადამიანს არ თუ მართალია გიორგი, თუ მართალი მითხრა. აი თქმა რას ნიშნავს? რო გამოვსწავლე. აი მე ხა თქვენ რომ რაღაც შენიშვნა გითხრათ, სულ მაგაზე მაქვს კამათი, რომ გლებს ნუ განიკითხავთ, იმას ნუ განიკითხავთ, იმიტომ რომ მე რო თქვენ შენიშვნა გითხრათ, მე ხო ოდნავ უკეთესი უნდა ვიყო თქვენზე, ხო? რას ნიშნავს თქმა? იმის მიათედი ხო მაინც უნდა გავაკეთო რა თქვენ გაგიკეთებიათ. ხო, ეგრე პატრიარქზეც ლაპარაკობენ, მაგრამ იმის მიათასეთი გაუკეთებიათ იმ ადამიანებს, ვინც ლაპარაკობენ. მე მას ვასწავლე სიმართლის თქმა, მე მოვითხოვ ჩემებისგან სიმართლის თქმა. გასაგებია მამა, მაგრამ სიმართლე და სიტუტუცე ხო უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან. მე კონკრეტულ ადამიანზე არ ვამბობ, იმიტომ რომ ვისაც მოთხოვ რომ მოდი შემილანძღევ, აუცილებლად ტუტუსობაში გიორგი, ხო იცი ეს ინგლისური ზღაპარია, მეფეში შველი როა, ხო იცი? ჩამოვიდნენ რაღაცა მკერავები და მეფეს უკერავენ ტანსაცმელს, ხო, ვითომ მკერავენ, ვირტუალურად კერავენ და მეფეს ჩააცმევენ, ვაუ, რა გარკვეულ და ყველა ეუბნება რა მაგრად გიხდება. და პატარა ბავშვი ხედავს მეფეო შიშველიაო, ხო? ვეზირები ისინი ყველა ეუბნება რომ ძალიან გიხდებათ, არაფერი არასვია, მეფეს შიშველია და პატარა ბავშვი იტყვის რომ მეფეო შიშველიაო რა. სანამ პატარა ბავშვი მეტყვის რომ მამაო შენ შიშველი ხარ, არ მეჩვენე სულიერ ბავშვი უნდა მითხრას რომ რაღაცა ამაო არ მომწონს შენში. ძალიან ბევრი სუფლევა მიგიციათ მამაო ჩვენში და ეს მადლობა, დიდი ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად ეს შეგაწუხებთ სამომავლოდ, იმიტომ რომ არ არსებობს ის აი თქვენ რომ არ გაწუხებდეს, თუნდაც ეხაც არ გემახსოვრებოდათ ეს გაატარებდით, მაგრამ შეგაწუხებთ ადამიანებს, ყველა შეაწუხებს, მამაო, გამორიცხულია ვინმეს სიმართლე ცუდი უთხრა და ეხა არ არის აი ამ ჩემ მიდგომას სხვა სასულიერო პირების გაითვალისწინებენ. ვისთანაც ცუდი ურთიერთობა აქვს, შეირიგებენ და ეტყვიან რომ მოდი გაბრაზებამდე მითხარი რა არ მოგწონს ჩემი რა. ცოტა რთული სიტუაცია და ამის ატანა მე არ ვიცი, აი ღმერთის გარდა ვის შეუძლია რომ ის დაითმინოს რაც სიტყვაში. ესე ჩემ თავს ვიქებ ხო ესე მართლა არ მწყენია, იმდენად მიყვარს მე ის ადამიანი. არ ვიცი, მე არ ვიცი, აი ვერ გეტყვით, მაგრამ ისეთ საკამათო თემა ვკეთებ, თქვენ ისეთი კაი ადამიანი ხართ, რომ ახლა გეუბნები რომ აი გეფიცები ყველაფერს, რომ თქვენზე შენიშვნა ვისაც აქვს მოსაცემი, მე არ ვიცი, უბრალოდ რა რთული არის. დიდი მადლობა. დაუჯერებელია ხო? აი მართლა დაუჯერებელი არის. ბედნიერებას გისურვებთ, ყველაფერს კარგს გისურვებთ. 11-ის ნახევარზე სამშაბათობით დილას განმეორებით ეს გადაცემა ყოველთვის გავახოლმე. რეგიონში ვინც ხართ, განსაკუთრებით მე მოგიკითხოთ, იმიტომ ძალიან მაგარი ხალხი ხართ დღეს რეგიონში, აი ესე და რომ ხართ იქ და რომ ინარჩუნოთ. ხო, რომ მამა თეოდორე ხურციძე მოიწვია ჩემი ხათრი. აუცილებლად შევეცდები, მამა, აუცილებლად დიდი მადლობა. ყველა იმ ადამიანს, ვინც იტანთ ამ დღევანდელ ცხოვრებას ძალიან გთხოვთ, აი ნახევარი წუთი დამიმატეთ, ვიტყვი უბრალოდ იმას, რომ ვინც უძლებთ ამ ყველაფერს, ხო ხართ უმაგრესი ადამიანები რა, იმ გაჭირვებასაც ესე ღირსეულად რო უძლებთ, ეგეთი მაგრები იმიტომ ხართ, თორე ეს გაჭირვება არ იქნებოდა თქვენ რომ ამ ყველაფერს ვერ უძლებდეთ და აი ვიცი რომ გიჭირთ და ძალიან ადვილი აქინა საუბარი და არც არავის არ ულხის ეგ იცოდეთ, არც მამა გიორგის, არც მე და არც არავის, ყველას თავის დოზაზე რაღაც გვიჭირს, მაგრამ იცოდეთ რომ როცა ღმერთი არის თქვენთან აუცილებლად ამ ყველაფერს გადალახავთ და შეეცადეთ რომ აი ღმერთს მიეკედლეთ და ის როგორც შობელი თქვენ აუცილებლად გადაგალახინებთ იმ ყველაფერს და იმ ტკივილს რაც თქვენ გაბადიათ და ბედნიერებას გისურვებთ და ყველაფერი კარგს და მინდა რომ ძალიან მაგრა იყოთ და ქართველები და საქართველოს ცხოვრები ადამიანი არ იმსახურებთ არც ესეთ არც მთავრობებს არც არავის მაგრამ რა ხდება აი ეს ხდება ხოლმე სამწუხაროდ ჩვენ დიდი მადლობა გემშვიდობებით და რავი ყველაფერი კარგს გისურვებთ და
ვეღარ ლაპარაკობ, კარგად წადებოდეთ. გიორგი დარასელია გახდით, მე მამა გიორგი თევდორაშვილი გახდა ჩვენი სტუმარი, რომელმაც ძალიან ბევრი შენიშვნაც მოგცა, გაუთვალისწინებთ ზოგს და ასე შემდეგ და მადლობა მამა მომზადებსაც. იქ და კვირას 2 საათი გვექნება, აუცილებლად რამოდენიმე სასულიერო პირს მოვიწვევთ, იმიტომ რომ ბზობაა და ყველაფერზე ვისაუბრებთ ბოლო კვირაზე. კარგად ზანდებოდეთ დროებით.